და მავიწყდა თქმა, რომ მე ვხმარობ 4.5 მილიმეტრ ეს თაღს, შეგიძლია 5-იანიც იხმაროთ და როცა დამჭირდება 3-იანი, იმიტომ რომ ცოტა თავიდან გამიჭირდა თვლების ამოყვანა აქ ამ მხარეს და დამხმარეთ გამოვიყენე 3 მილიმეტრიანი. ასევე დაგჭირდება ასეთი მოსანიშნი. ანუ პრინციპი რა არის? ყველანაირ სახელურზე შეგვიძლია დავიწყოთ ქსოვა, შეგვიძლია მრგვალზეც გავაკეთოთ, შევავსოთ მთლიანად თვლებით და ნახევრიდან დავიწყოთ ქსოვა. პრინციპი რა არის ჩანთის? ამ ნაწილს რაც რჩება ზემოთ, ამას ვაკეთებთ რამდენი თვალიც გვინდა იმხელა. მაგალითად, მე აქ დავტოვე 9 თვალი 47-დან, შემეძლო უფრო მეტიც დამეტოვებია, თუმცა ესეც ძალიან არის, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან რაც უფრო ცოტა თვალს დატოვებთ, მით უფრო ზემოთ იწყება ნამატი და უფრო განიერი გამოდის. თუ უფრო მეც დატოვებთ თვალს, ანუ საბაზისო თვლები თქვათ ესენი, თუ საბაზისო თვლებს მეც დატოვებთ, ეს ნამატიც გადაინაცვლებს ქვემოთ და ნაქსოვი გამოვა უფრო ქვემოთ, უფრო გრძელი ვიდრე განიერი. ახლა ვიწყებთ ქსოვას. პირველი რიადი, ანუ პირველი რიგი, რომელიც გავაკეთეთ, ჩვეულებრივად შევავსე სახელური. მე 47 თვალზე დავიწყე, იმიტომ რომ ამის შესავსება დამჭირდა ამდენი თვალი, 47 თვალი. თქვენ გააჩნია რა ზომის ძაფი გექნებათ და რამდენი თვალი დაგჭირდება, იმის და მიხედვით განსაზღვრავთ. მე მაგალითად ახლა ასე დავიწყე ამ ჩემ ძაფზე. როგორც ჩემი საბაზისო სახელური არის და ძაფი არის, მე ყოველ ანუ მომდევნო ჯერზე ვტოვებ 9 თვალს აქეთ, 9 თვალი აქეთ და 9 თვალი მეორე მხარეს. დანარჩენი კეთდება ეს უზორი. ახლა ამ რიადს ვაკეთებ ჩვეულებრივად